როგორი ხართ? გამარჯობათ მოგესალმებით ყველას. საღამო მშვიდობის ჩემთან არის. აი საღამოს 10 საკლიაოდ სიტყვი და მოვედი თქვენ. აი რა დროს მოვიდა თქვენ? ეხლა მცანია. რა თქმა უნდა ღამე საქმეს არ ვაკეთებ, როგორც ყველა. ისეთ ძირითად არაფერს, ისეთ საქმე არ მაქვს, რომ რაღაც უფრო დღეს განმავლობაში მაქვს ხოლმე ბევრი საქმე, მაგრამ ხან ვიღაც შემოვა ბებოსთან, მეზობელი, ხან თავი შვილი და ასე შემდეგ მოკლედ და რა თქმა უნდა ხა მაგ დროს არ ჩავრთავ ხო და არ გადავიღებ ვლოგს. იმიტომ რომ ყურადღება სჭირდებათ. მოკლედ მოგიკითხავთ დიდი სიყვარული და სიტყვათი. იმედია ყველანი ხართ კარგად. ხო, ჩვენთან საკმაოდ აგრიდა გია და ფეხზე შემცივდა და წინდა ჩავცვი, არ დამცინოთ. ცივა საკმაოდ სუსხიანი ამიტია დღეს საბერძნეთში. არ ვიცი საქართველოში რა ხდება, დამწერთ კომენტარებში, მოინტერესებს. ისე სიცხეებია? თუ იმას გინდათ დაგიბლუთუსებთ ჰაერს და გამოგიგზავნოთ. არ მოგერიდოთ. და შეიძლება ეს დაბლუთუსება რაღაცების დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ. მოკლედ YouTube-დან გადაწყვიტე დროებით წასვლა. რა ვიცი, შევხედავ ნახოთ თუ გამომწერები მომემატება და უცებ ავალ 1000 გამომწერზე შეიძლება მე ისე დავბრუნდე. ოღონდ არ ვიცი, ზუსტად ვერ დაგბირდებით, დროებით ვაპირებ რომ წავიდე YouTube-დან. სადაც ჩემი საქართველოში ჩასვლის დროს აუცილებლად განახლდება ჩემი არხი. ასე რომ ვინც ჩემი მაყურებელი ხართ და ვისაც დარჩენა გინდათ ჩემთან ერთად, რა თქმა უნდა ვიცი რომ დარჩებით და არ გამიუქმებთ გამოწერას. და ყველას დიდი მადლობა ვინც ჩემთან ერთად დარჩებით. გამოიწერეთ ახლებმა ჩემი არხი და თუ უცებ ავალ 1000 გამომწერზე მე დავბრუნდები. შევეცდები რომ დავბრუნდე. ეს ვარ საკმაოდ დაღლილი, მგონი მეტყობა კიდევაც. ეხა ბებოს საჭმელი მიუტანე და მიირთმევს, უნდა შევხედო. მოკლედ ზურფასებო თქვენზეა დამოკიდებული, მე დავრჩები თუ არა და გავაგრძელებ თუ არა YouTube არხზე ვიდეოების დადებას და ძალიან გთხოვთ რომ იაქტიუროთ. და მე თუ დავინახე რომ გამომწერები მომემატა და მემატება, შევეცდები რომ დავბრუნდე. სხვა ისეთი რა ვიცი, ჩემსკენ არაფერი არ ხდება განსაკუთრებული, ხო, ეხა კვირას ვისვენებ, კვირას გავდივარ და გადავიღებ გამომწერები თუ მომემატება, იმის შემთხვევაში ერთი წუთი, ანუ გამომწერები თუ მომემატება, იმ შემთხვევაში დავდებ, იმ შემთხვევაში გადავიღებ
კვირას ვლოგს და გაგიზიარებთ. კვირამდე შევხედავ, შემოვარხონეთ ჩემ არხზე და შევამოწმებ რამდენი გამომწერი მომემატა, ასე რომ ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, გამოიწეროთ. შეძრების დაგვარად, რა ვიცი, ჩემი არხი მგონია რომ არ არის ახლა მთლად ისეთი უმინტერესო. ისეთი ვლოგერები ვიცი მე, რომ საერთოდ არავის არ ვაკანინებ რა სისულელია. უბრალოდ საუბარიც კი რომ არ შეუძლიათ. ხო და ბოდიში ბავშვი ტირის ვიღაცასთან ეროვნაში. ბავშვი ტიროდა და არ ვიცი, მეკითხო გავთიშე, მოკლედ. ეხლა პატარა ვიდეო ჩავწერე და დავმონტაჟებ, თუ არის რამე დასამონტაჟებელი არ მგონია. პირდაპირ ესე აგიტვირთავთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას. მიხარია თქვენი კომენტარების ნახვა. გულში მედინება, როცა ვკითხულობ ესე თქვენ კომენტარებს ჩემს მიმართ. მადლობა ყველას, უღრმესი ყველაფრისთვის, გამოწერებისთვის, კომენტარებისთვის. მე თქვენ მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, კარგი ადამიანები ხართ. და ვისაც დარჩენა გინდათ ჩემს არხზე, ვიცი რომ ისედაც დარჩებით. თუ მანამდე ვერ მოვედი საქართველოში ჩასვლისთანავე გპირდებით რომ მეორე დღესვე ავიღებ ტელეფონს ხელში და დავიწყებ ჩემი სახლიდან ვლოგების გადაღებას და თქვენთვის გაზიარებას. მოკლედ წინ დიდი გეგმები მაქვს და ერთი სული მაქვს, როდის მოვა ეგ დრო, რომ დავბრუნდები. და იმედი მაქვს ღმერთის წყალობით ძალიან დიდხანს არ გასტანს აქ ჩემი ყოფნის დრო. დიდი იმედი მაქვს. ყოველ შემთხვევაში ძალიან ესე მხრეთ და პოზიტიურად ვარ და დიდი შემართებით. მოკლედ ახლა დაგემშვიდობებით. პოზიტიურ საღამოს გისურვებთ. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ, ყველაფრისთვის. ვისაც გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი და ვინც გამოიწერთ ჩემს არხს. უღრმესი მადლობა ყველას. მიხარი ხართ. დროებით გემშვიდობებით.